საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ბირთვული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება, რომელიც ხვალ იხსნება. სამიტზე მსოფლიო ლიდერები თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩავიდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტზე ამერიკის პრეზიდენტმა ოფიციალური წერილით მიიწვია. ბირთვული უსაფრთხოების სამიტის გახსნამდე საქართველოს პრემიერი ჰოლანდიელ კოლეგას და ევროპარლამენტარებს შეხვდა და რატი მუჯირი განავსებს ახლა მომის ეთერში თემას რადიკისვით. ბირთვული უსაფრთხოების მესამე სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ქართული დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრას იწყებს ჰოლანდიაში. პრემიერი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უკვე შეხვდნენ ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრს და ასევე ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. ბუნებრივია, მსგავსი ტიპის ორთვევი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქართული დელეგაციის წევრები აცხადებენ, რადგან წელს არის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წელი და ასევე ნატოს სამიტი. სწორედ ამიტომ მსგავსი ტიპის ორთვევის შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული მხარისთვის, იმისთვის რომ მოხდეს იმ დინამიკის აღნიშვნა და ხაზგასმა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს ევროსტრუქტურებში და ახლობების გზაზე. ეს არის განცხადებები, რომელიც გაკეთდა შეხვედრების დასრულების შემდეგ, როგორც გითხარით, დღეს უკვე შედგა შეხვედრა ჰოლანდიის პრემიერთან, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ევროპარლამენტართან, რომლის შეხვედრის დასრულების შემდეგაც უკვე მხარეებმა გააკეთეს კომენტარები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეხვედრები გაიმართა დღეს და რა მნიშვნელობის მატარებელი იყო ეს შეხვედრები. გამოგიტოვებია ასეთი სამიტი და ასეთი მნიშვნელოვანი ფორუმი, რომ არ გაგვესვა ხაზი და არ დაგვეყენებინა ეს პრობლემა, რასაც წარმოადგენს ჩვენს ტერიტორიაზე არსებული ოკუპირებული ტერიტორიები. ეს საერთოდ გამონაკლისი, ანუ ჩვეულებრივად ჩვენ გავიზრდეთ ისეთივე მიმართულებით, ასე ვთქვათ, მუშაობას ჩვენს კოლეგებთან, უსწავლო კოლეგებთან. ხვალ სამიტის პარალელურად ქართულ დელეგაციას აქვს რამდენიმე ორთვევის შეხვედრები, მათ შორის უკვე დადასტურებული არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერი ღარიბაშვილი შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტს და ასევე არ არის გამორიცხული ქართული დელეგაციის შეხვედრა. ბარაკ ობამას საკუთრებად ცნობილი არის ამერიკის პრეზიდენტმა გაავრცელა წერილი, რომელშიც მან აღნიშნა, რომ საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო ვაშინგტონში და ის იმეც იტოვებდა, რომ ჰააგის სამიტის ფარგლებშიც მოხდებოდა შეხვედრა კიდევ ერთხელ ქართულ დელეგაციასთან. სწორედ ამიტომ ჩვენ ველოდებით უკვე ხვალინდელ დღეს განსაკუთრებული ყურადღებით, რადგან რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრასთან ერთად არ არის გამორიცხული პრემიერი ღარიბაშვილი შეხვდეს პრეზიდენტ ობამას. მადლობა რატი მუჯირი საუბრობდა ნიდერლანდების სამეფოდან მომის ეთერში. ნაციონალური